მაგალითად ასეთ. თავის დროზე არის 17-18 საუკუნეები საფრანგეთის აკადემიას ხელმძღვანელობდა ეგეთი კაცი, როგორც იყო ბერნარ ფონტანელი. ამ კაცმა პლატონის მიბაძვით დაწერა დიალოგები, 35 დიალოგი აქვს დაწერა. სამწუხაროდ ქართულად არის მხოლოდ 2 თარგმანი. ისიც რუსულ, არა ფრანგულ. ესენი თუ ვიცი რომ ერთად თარგმნის. ფრანგული არის სამწუხაროდ. ამ კაცის დიალოგებს ქვია უცნაური სახე. ძველ და ახალ გარდაცვლილთა დიალოგი. ერთმანეთს ახვედრებს ისტორიიდან ვიღაცასთან რაღაცა მიზნით, რაღაცა გვანდის ერთმანეთს ამ ცხოვრების წესით, ამ ფიქრით და აი ამ მსგავსებით ის ცდილობს რაღაც თემაზე ელაპარაკოს. ერთ-ერთ დიალოგში ერთმანეთს ახვედრებს სოკრატეს და მიშელ მონტენს, რომელიც ძალიან ცნობილი ფრანგი მოღვაწეა და მოაზრე. ეგ არის ერთი ადგილი, ვიცით? მოკლედ საიქეოში ესეთი ერთმანეთს ხვდებიან. ეს სოკრატე ეკითხება მონტენს, რა ხდება, რამე სიახლე არ არის სამყაროში. ეს უნდა ყველაფერი შეიცვალა. და ის გახარებული ამბობს, რომ ყოველთვის ფიქრობდი, რომ ადამიანი უკეთესობისგან შეიცვლება და საზოგადოება და სახელმწიფოები ახლა უკეთესები იქნებოდნენ. და ესე უნდა რას ფიქრობდი თუ თქვენაო? ირეკეთ, ყველაფერი შეიცვალა უარესობისგან. და ამაზე აგებული მთელი ეს დიალოგი. იგივე თემას ეხება თავისი კონკრეტული პრეტექსტებით. ერთი დღესასწაული, რომელიც მალე მოგცა, ერისთავების დღესასწაული. ერისთავებაზე რა მოხდა? იესო დაიბადა თავისი სამი მოწაფე, აიყვანა თაბორის მთაზე და იქ მათ წინ ფერი იცვალა, ანუ თავისი ბუნება შეიცვალა. ადამიანური ბუნება. დატოვა და ღვთაებრივი სრულყოფილი ბუნებით წარუდგა ამ თავის სამ მოწაფეს. ეს ფერისცვალება მარტო ამას არ ნიშნავს, ერთი რომ ფერს იცვლის. ის მას ნიშნავს, რომ ადამიანმაც პერიოდიდან შეიცვალოს და ეს უნდა გახდეს უკეთესი. რას ნიშნავს ეს? ეს უნდა იყოს სიკეთის მსახური, რას ნიშნავს? სახარებაში წერია ერთი ასეთი ამბავი, იესო ეუბნება მოწაფეებს თავისას. ცნობილი ამბავია ეს. თუ შენ საკურთხეველთან გახარ და ღმერთს უნდა შესაძლებელი შესწირო, ამ დროს ვიღაც მოვიდა და გითხრა, რომ შენი ძმა მონათქენი არის შენზე, დატოვებო საკურთხეველ წადი, დაეგე ძმასა შენსა, ჯერება შეურიგდი, მერმე მოდი და შესწირე შესაძლებელი და ძალიან ცნობილი ამბავი მეგონა თანდა, არც ისე ცნობილი ამბავი. წერია ერთ-ერთი რამ, რომ ყველაზე დიდი შესაძლებელი ღვთის წინაშე არის ის, როდესაც შენ შეგიძლია ადამიანი გიყვარდეს. ეხლა ეს ყველაფერი სათქმელად ადვილი. შესასრულებლად არის ცოტა ძნელი. ერთი რამეც არის, შენ ფასებელი ვინ ამას აღნიშნავს. ხედავს თუ არა ის შენს ცხოვრებას. სწორად ესმის, სწორად აღიქვამს შენს მოქმედებას თუ არა. იმიტომ რომ შეფასებას რა უნდა და ეგრე ფიქრობ და შეგაფასებს და მე წადა ზდიელო გუჩი. ჩვენს სკოლას რა დავალება აქვს? სახელმწიფო დავალება გამოხატა თავის პატარა დოკუმენტში, რომელიც ჩვენ მიხსენებია. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები. და თქვით კიდეც რომ ამ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში რაც არის ჩამოთვლილი, სკოლამ კარგად უნდა გაიაზროს, როგორ უნდა მიაღწიოს ამ მიზნებს. ხო? გავიხსენოთ ჩვენ. ძალიან იქ წერია, რომ შენ უნდა აღზარდო პატრიოტი. მე იწყება ფიქრი ამაზე. ეს პატრიოტი საერთოდ ვინ არის? როგორ უნდა აღზარდოს? რომელი კლასიდან უნდა დაიწყო?
სკოლაში ვიდეო საბოლოო შედეგს თუ სკოლის ბოლომდეა და თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში თუ როგორ არის ეს? ეკოლოგიური ცნობიერების ადამიანი რომ უნდა აღზარდო. ამ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი რომ რანაირად ხდება ეს? მე რო ასეთი აღზარდო ჯერ მეტი უნდა ვიყავ. მე განათლება უნდა მქონდეს მიღებული როგორ ვასწავლო ეს სხვას. რა მაგალითები მოვიტანო. სახელმწიფო უნდა მეხმარებოდეს რესურსები არსებობდეს, წიგნები, ბროშურები, ფილმები ამ თემაზე. მანდ მაინც ეს ჩვენ არ